კახეთში 8 აგვისტოს უმძიმესი მოვლენები გაიხსენეს საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ალვანში გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს. თავდაცვის სამინისტროს მე-20 ტერიტორიული ბრიგადის ჯარისკაცებთან ერთად ეროვნული გმირის სახელობის მემორიალთან შეიკრიბნენ და ყვავილებით შეამგეს. აღევლინა სულის მოსახსენიებელი პარაკლისიც. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერში შეკრებილებმა აგვისტოს ომის მძიმე შედეგებზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ სწორედ ასეთი გმირების დამსახურებაა საქართველოს თავისუფლება. შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 51 ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში ერთ-ერთი შეტაკების დროს მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა, მათ განსაკუთრებული სისასტიკით აწამეს და მოკლეს. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ სოფელში ალვანში მისი სახელობის მემორიალთან, რათა პატივი მივაგოთ აგვისტოს ომში სამშობლოსათვის თავდადებული გმირების ხსოვნას. გიორგი ანწუხელიძე მართლაც რომ იქცა დაუჩოქებელი და გაუტეხელი საქართველოს სიმბოლოდ, ხოლო გმირები, სამშობლოსათვის თავდადებული გმირები საქციელი მომავალი თაობებისთვის მაგალითად. მათ გაიღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი მონაპოვარის შენარჩუნებისათვის ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდათ და ჩვენ თითოეული ქართველი აუცილებლად გაუფრთხილებით მათ გზას და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მშვიდობას და დამოუკიდებლობას. ეს 8 აგვისტოა და ჩვენ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია საკრებულო ჩვენი ადგილობრივი წარმომადგენლები ვიმყოფებით სოფელ ქვემო ალვანში, სადაც დაიბადა და გაიზარდა ჩვენი ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე და პატივს მივაგებთ მის უკდავსოს. გიორგი ანწუხელიძის საქციელი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, იმიტომ რომ მან ერთხელ კიდე დაგვანახა თვითონ ჩვენი თავდაცვის ძალების ბრძოლის უნარიანობას და ჩვენი ქვეყნის გაუტეხელობას.